ბატონებო და ქალბატონებო, კოალიცია ერთსულოვნება, რომელშიც გაერთიანებულია 150-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მრავალი ცნობილი საზოგადო მოღვაწე. დღეს მდგომარეობით 1,5 მილიონი ხელმომწერის სახელით ვაკეთებთ განცხადებას. მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის 20 იანვრიდან კონსტიტუციის დარღვევით ახორციელებს პრეზიდენტობას და ყველა მისი ამ რანგში ქმედება უკანონოა და დასჯადი. ჩვენმა კოალიციამ ამ წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო წინადადება. მიხეილ სააკაშვილისთვის 2013 წლის 20 იანვარს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, რომლის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში ჩატარდა გუშინ 19 მარტს, სადაც ჩვენ ძირეულად გავაცანით კომიტეტის წევრებს ამ კანონპროექტის არსი, აქტუალობა და აუცილებლობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომიტეტზე ოპონირებას ბატონი ხმალაძის გარდა არავინ აწარმოებდა, ხოლო ბატონი ვახტანგი გულმოდგინედ გვიმტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა არ ამოეწურა და ის კანონიერად დღესაც პრეზიდენტი გახლავს. ამიტომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებას იგი მხარს არ დაუჭერს. მეტიც მან განაცხადა, რომ თუ კომიტეტი კენჭისყრაზე მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას, იგი თავად კომიტეტსაც დაუპირისპირდებოდა. აღნიშნული სხდომის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ Facebook-ზე ერთსულოვნების გვერდზე. ამდენად, ბატონი ხმალაძეს აქტიურმა შემართებამ დომინაცია მოახდინა კომიტეტის წევრების უმრავლესობაზე და ჩვენი საკანონმდებლო წინადადება ჩავარდა. თუმცა ამ კომიტეტში ჩვენი საკითხის კენჭისყრისას გამოვლინდა ერთი ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს წინადადების მიღებას. და ამასთან დამსწრე 11 დეპუტატიდან კიდევ 7 დეპუტატი, რომელმაც თავი შეიკავა. და შედეგები გახორციელდა შემდეგნაირად. 3-მა მისცა უარყოფითი ხმა და 1-მა დადებითი. რას ნიშნავს ეს? რა ხდება პარლამენტში? ვშიშობთ, რომ კარგი არაფერი. თუ იურიდიული კომიტეტის ერთი დეპუტატი მაინც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამოეწურა საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, რატომ ეწინააღმდეგება ამას ამავე კომიტეტის თავმჯდომარე? და გადაწყვეტილების მიღების საკითხებში კომიტეტის სახელით რატომ საუბრობს სულ პირველ პირში, რომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მან უნდა განიხილოს და ასე შემდეგ. ჩვენს კოალიციაში გაერთიანებული უამრავი ადამიანი დამუხტულია მხოლოდ ერთი შემართებით, რომ არ განვითარდეს ქვეყანაში ნეგატიური მოვლენები, რისთვისაც ვითხოვთ მთავარი საშიშროების ნეიტრალიზაციას. მაგრამ ამაში საქართველოს პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილი კატეგორიულად გვეწინააღმდეგება და საქართველოს მოსახლეობას გვტოვებს გაურკვეველ მდგომარეობაში. ჩვენი კოალიციის სახელით ვაცხადებთ, რომ ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ქვეყანაში ნებისმიერი ნეგატიური მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პარლამენტს და ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც სამწუხაროდ ეთანხმება მცდარ გადაწყვეტილებებს. ჩვენ დიდი მოლოდინით ველოდებით პარლამენტში 21 მარტს დანიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაუმტკიცებს ხალხს თავის შემოქმედებით პოტენციალს, სწორედ რისთვისაც იგი აირჩია ხალხმა. მაგრამ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ჩავარდება, ჩვენ მივიჩნევთ, რომ პარლამენტი უნაროა და მან ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ თვით ლიკვიდაცია გამოაცხადოს, რომლის შემდეგაც დაინიშნება ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენი კოალიციის სახელით მივმართავთ ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას. ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე გულმოდგინდეთ გვედგნენ ხარში და 4 თვის განმავლობაში დღემდე აგროვებდნენ ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით. თქვენი ხელმოწერები ისტორიული მოვლენაა და იგი ისტორიულ რელიქვიად დარჩება. თქვენი ხელმოწერები სულ ცოტა 1,5 მილიონი ადამიანის ერთსულოვნებაა,
რომლებიც მზად არიან ნებისმიერ საგანგაშო დროს ჩვენი ქვეყნის დასაცავად დადგნენ და ეს უნდა იცოდეს მტერმა. ჩვენ 1 ოქტომბრის არჩევნებით ჩვენი მამული დავიბრუნეთ და ნურავინ ნუ შეეცდება და არავინ არ ისურვოს მისი წართმევა. ამასთან ჩვენ გმობთ ნაციონალების მიერ 19 აპრილს დანიშნულ დესტრუქციული ფაქტორის შემცველ აქციას და ყველა ამ აქციაზე მიმსვლელს აღვიქვამთ ცოცხებით ხელში. ამასთან ვაცხადებთ, რომ ამ დღეს დაგეგმილია უდიდესი პროვოკაცია, რომელიც გათამაშებული სპექტაკლი იქნება, რაც საფუძველს მიცემს სააკაშვილს განახორციელოს თავისი მზაკრული გეგმები. ჩვენ მივმართავთ მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოებას, გულდასმით და ძირეულად შეისწავლონ საქართველოში მიმდინარე პროცესები და ისე გააკეთონ შეფასებები. წინააღმდეგ შემთხვევაში სიცრუეზე დამყარებული დასკვნების გაკეთება ხელს შეუწყობს ნეგატიური მოვლენების განვითარებას და მათ შედეგებზე პასუხისმგებლობა მათი ვალდებულებაც გახდება. ყველა მიცოდეს, რომ საქართველოს მართავს ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა და ესა თუ ის პიროვნება მოგწონს და ვირჩევთ იმისათვის, რომ ის ემსახურება ხალხს. ამიტომაც ჩვენი კოალიცია დღემდე მხარს უჭერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს მისი სამოქმედო პროგრამის ჩარჩოებში და გულის ტკივილით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ამისათვის დღემდე ქვეყანაში განვითარებულ და არსებულ სტაგნაციას და მოსახლეობის განწყობას. საქართველო დაიღალა მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატური ქმედებებით. ხალხი აღშფოთებულია და ითხოვს შედეგობრივ ქმედებებს. მადლობთ ყურადღებისათვის. მე ვთხოვ ბატონ გელას ალუაშვილს ორი სიტყვით წარმოადგინოს ის მდგომარეობა, რაც ამ საკომიტეტო განხილვისას ჩვენ მხარემ, ასე ვთქვათ, წარუდგინა კომიტეტის წევრებს და რაზედაც ფაქტიურად მივიღეთ არაადეკვატური შედეგი, რითაც მოგახსენეთ და რაც დაგიდასტურეთ. ბატონო, მე მგონი აქ დავძანდებით, ხო? როგორც იცით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს მდგომარეობით უარი თქვა იმ შანსის გამოყენებაზე, რასაც სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმისთვის წერტილის დასმის დასაწყისი ქვია. კერძოდ, ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში. კონსტიტუციით გაწერილია ისეთი მდგომარეობის დარეგულირების მექანიზმი, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება კანონის ფარგლებში ხდება შეუძლებელი. სააკაშვილს კონსტიტუციით მინიჭებული 5 წლიანი ვადის 2013 წლის 20 იანვარს ამოწურვის შემდეგ კანონიერად კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა, კონსტიტუციის 70 მუხლის 1 პუნქტის თანახმად აღარ აქვს უფლება კანონიერად იყოს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციის 76 მუხლის 1 პუნქტი ავალდებულებს პარლამენტს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელშიც აისახება რამდენიმე მომენტი. კერძოდ, პირველი, დაფიქსირდება, რომ სააკაშვილს 5 წლიანი ვადა ამოეწურა 2013 წლის 20 იანვარს. დაფიქსირდება, რომ კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არავის აქვს უფლება უკანონოდ მიითვისოს ხელისუფლება. დაფიქსირდება, რომ 76 მუხლის თანახმად კონსტიტუციის ამ უფლებიდან გამომდინარე, როდესაც იქმნება მდგომარეობა, როდესაც პრეზიდენტს კანონიერად აღარ აქვს უფლება იყოს ამ თანამდებობაზე, მის მოვალეობას კონსტიტუციის თანახმად უნდა ასრულებდეს პარლამენტის თავმჯდომარე. და დაფიქსირდება ის მდგომარეობა, რომ 70 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბრის თვეში. აი ამ 4 პუნქტისაგან შემდგარი დადგენილების პროექტი თავისი განმარტებითი ბარათით ჩვენ წარუდგინეთ, ესე იგი საკანონმდებლო წინადადების სახით პარლამენტს, რომელიც წინადადებაც ეფუძნებოდა
როგორც პატრონმა მიხეილმა აღნიშნა, კოალიცია ერთსრულოვნების მიერ ორგანიზებით, ასე ვთქვათ, 1,5 მილიონზე მეტი ხელმომწერის მიერ გამოხატულ ნებას. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის იმ სხდომას, რომელიც გუშინ გაიმართა 19 მარტს, ჩვენ დასამწუხაროდ ვახტანგ ხმალაძის გარდა არც ერთი იქ დამსწრე კომიტეტის წევრს არ გამოუთქვამს საწინააღმდეგო იმ დებულებისა, რასაც ჩვენ მათ თავაზობდით. რამე თუ ყველასათვის ცხადი შეიქმნა, რომ ის მოთხოვნები, რომლებსაც კონსტიტუცია აფიქსირებს, სწორედ შეესაბამება იმ რეალობის გადაჭრის გზას და შესაძლებლობას იძლევა გადაიჭრას ეს მდგომარეობა, რომელიც დღევანდელობაში არის შექმნილი. აქედან გამომდინარე, აი იმ ასე ვთქვათ, კენჭისყრაში მონაწილე წევრებიდან, როდესაც 7 წევრი იკავებს თავს, ერთი არის მომხრე და მე მინდა ახლა გავაჟღერო ეს ფაქტი, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მოწოდებული, აი ამ საკონსტიტუციო წინადადების მხარდამჭერი გახდათ ბატონი კობა დავითაშვილი, იმას მინდა მადლობა გადაუხადო, ესე იგი ჩემი სახელით და ჩვენი მეგობრების სახელით, აი ამ წევრებმა მთელი საქართველოს და იმ 1,5 მილიონი ხელმომწერის სახელითაც, რამე თუ ის დაეთანხმა მათ ნებას, რომელიც კანონიურად იყო, ასე ვთქვათ, გამოხატული, აი ამ ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიულ კომიტეტს შესაძლებლობა ექნებოდა გაეკეთებინა, მოგეხსენება თქვენ, რომ საკანონმდებლო წინადადება არ არის საკანონმდებლო ინიციატივა. საკანონმდებლო წინადადება ნიშნავს ჩვენს მიერ შეთავაზებას იურიდიული კომიტეტისთვის, რომ მათ გამოიყენონ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და დააყენონ ამ საკითხის, ასე ვთქვათ, პარლამენტის კეჭისყრაზე გასატანა. აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ შეგნებულად არ წავედით საკანონმდებლო ინიციატივის შეტანის გზით. და კერძოდ რას გულისხმობს ეს? საკანონმდებლო ინიციატივა მოსახლეობის მიერ 30,000 ხელმოწერის შეგროვების მექანიზმის ნების გამოხატულებით 1,5 მილიონი ხელმოწერის შეგროვების ორგანიზება მოახდინა, ბუნებრივია 30,000 ხელმოწერის შეგროვება არ გაუჭირდა საკანონმდებლო წინადადებით შესვლის შემდეგ თავად გამხდარიყო ავტორი ამ წინადადების და თავად აიღო როგორც საკანონმდებლო ინიციატივის, ასე ვთქვათ, უფლების მქონე პირს აი ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ მათ ეს გზა არ გამოიყენეს. და როგორც საქართველოს მოსახლეობა მიცის, 21 მარტისთვის არის დანიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის კენჭისყრაზე გატანა. და როდესაც დღევანდელი, ასე ვთქვათ, ხელისუფლება სავსებით სამართლიანად აფიქსირებს, რომ თუ კი საპარლამენტო უმცირესობა არ დაუჭერს ასეთი დრაკონული მუხლების კონსტიტუციაში ქონიდან ამოღების ფაქტს, ისინი ამით თავიანთ პოლიტიკურ მომავალზე იტყვიან უარსო, ჩვენ შეგვიძლია ანალოგიური ვთქვათ. ის პარლამენტის წევრები, ის საპარლამენტო უმრავლესობის ყველა ის წევრი და იურიდიული კომიტეტის წევრებს გულისხმობ უპირველეს ყოვლისა, რომლებიც არ გამოიყენებენ ამ შანსს, ჯერ კიდევ არ მოხსნილა ეს შანსი, რომ იურიდიულად დაფიქსირდეს სააკაშვილის მიერ 5 წლის შემდეგ პრეზიდენტად ყოფნის შეუძლებლობა. ვინც ამ შანსს არ გამოიყენებს, ის ასევე დაისამარებს თავის პოლიტიკურ მომავალს, რამე თუ საქართველოს მოსახლეობისთვის გახდება, ასე ვთქვათ, ფაქტი და ყველასათვის გახდება ცნობილი, რომ მათ მოუსწეს, მათ ვერ გამოიჩინეს პოლიტიკური ნება, რომ მოესპოთ ხალხისთვის ის საშიშროება, რასაც უკანონო ვადაგასული პრეზიდენტის არაადეკვატური საქციელი და ქმედება ქვია. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ხვალინდელი შედეგებიდან გამომდინარე პარლამენტი კვლავ დაუბრუნდება და გამოხატავს პოლიტიკურ ნებას და ამას ყველაფერს იურიდიულ ჩარჩოებში მოაქცევს. დიდი მადლობა. კომიტეტის ხდომას, ისაც კოლეგებმა დღეს აქ უკვე თქვეს და ჩვენ გვითხრეს, შემაშფოთებელია და არა მარტო ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისათვის. მე დარწმუნებული ვარ, ის 1,5 მილიონი ადამიანი, ვინც ხელი მოაწერა გულწრფელად და დარწმუნებული იყო იმაში, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებდით
სწორია თავის გადაწყვეტილებაში და ჩვენ დღევანდელი შეხვედრაც თქვენთან როგორც აქ უკვე ითქვა არის ნიშანი იმისა რომ ჩვენ იმ 1,5 მილიონ ადამიანთან ერთად ვართ რომლებაც ხელი მოაწერეს და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ უკვე სხვა მასშტაბში სხვა განწყობით და ამის თაობაზე როგორც აქ უკვე ითქვა შედგება ძალიან სერიოზული შეხვედრა კოალიციის მთელი შემადგენლობის და ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს იქნება ძალიან სერიოზული შეხვედრა, უბრალოდ დღეს არის გარკვეული წარმოდგენა ყველაფერი იმისა, რაც გუშინ მოხდა. გუშინ პარლამენტის ერთი კომიტეტი დაუპირისპირდა 1,5 მილიონ ადამიანს, ანუ იმ ხალხს, ვინც პრაქტიკულად ისინი აირჩიეს. ეს აქტიური 1,5 მილიონ ადამიანია, რომლებმაც ხელი მოაწერეს, ანუ რეალურად ის ადამიანები არიან, რომლებმაც უზრუნველყვეს სწორედ ქართული ოცნების გამარჯვება. ამიტომ გულდასაწყვეტია, როდესაც 1,5 მილიონ ადამიანის ხელმოწერას უპირისპირდება კომიტეტი და მით უფრო კომიტეტის ერთი თავმჯდომარე. ჩვენი გულისწყეთა განსაკუთრებული არის ერთი რამის გამო. საქართველო კარგავს ერთ წელს. ქართველი ხალხი, ყველა ოჯახი კარგავს ერთ წელს. ამ დაპირისპირებაში ჩასაფრებული მიხეილ სააკაშვილის პირობებში რეალურად დიდი საქმეების გაკეთება შეუძლებელია. ჩვენ ვამბობდით, რომ 20 იანვრიდან სააკაშვილი მარტო იმიტომ კი არ უნდა წავიდეს, რომ კონსტიტუცია ამბობს ამას, არამედ ვიცით რა ვინ არის სააკაშვილი, ვიცით რა მისი ფიზიონომია, ფსიქოლოგია, აზროვნების სტილი, ვიცით რომ ის იქნება ხელისშემშლელი ქვეყანაში პოზიტიური მოვლენების და ამიტომ ჩვენ არ გვინდოდა რომ საქართველოს დაეკარგა ერთი წელი. დღეს ასეთი დეპუტატების, ასეთი კომიტეტის, ასეთი ადამიანების ხელშეწყობით საქართველო და მისი თითოეული ოჯახი კარგავს ეს იმ ერთ წელს, რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო. კოალიცია სწორედ ის ძალაა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანას ერთი დღის დაკარგვაც კი არ შეუძლია და ამ დროს ჩვენ რეალურად ლაპარაკობთ ერთი წლის დაკარგვაზე. საქართველოს უბედურება დღეს არის ის, რომ ნაცმოძრაობას ქვია ოპოზიცია. საქართველოს უბედურება არის ის, რომ მათი ბელადი არის პრეზიდენტი. საქართველოს ერთ-ერთი სერიოზული უბედურება არის ის, რომ პიროვნება თავარი იდეოლოგი ითვლება მეცენატად და ითვლება განათლების მთავარ ორგანიზატორად ქვეყანაში. ჩვენ ამის წინააღმდეგ გამოდიოდით, იმის წინააღმდეგ გამოდიოდით, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. გუშინ კომიტეტმა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ პასუხს ვაძლევთ დღევანდელი ჩვენ შეხვედრით, ჩვენს მეგობრებს და ჟურნალისტებს და ყველას და ვეუბნებით, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდი თუ გაჩერებული ვიყავით იმის გამო, რომ ჩვენ მქონდა ძალიან სერიოზული შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამას უნდა პატივი ვცეთ და აქ ჩვენმა მეგობრებმა ეს აღნიშნეს. ეს იყო თებერვლის ბოლოს, ჩვენ 25 თებერვალს პატივი ვეცით ამ შეხვედრას, იმ შეთანხმებას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ დაველოდოთ კომიტეტი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ასე იყო მე მგონი ბატონო მიხეილ და ყველას მინდა მოგმართოთ, დაველოდოთ კომიტეტი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს და შემდგომ ვიფიქროთ როგორი იქნება ჩვენი წინააღმდეგები. ჩვენ ისევ, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ როგორ დამთავრდება კომიტეტში განხილვა, კიდევ შეიძლება შევხვდეთ, ჩვენ ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა შედგება, მაგრამ ჩვენ ახლა ვიქნებით დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში მე როგორც ერთი პიროვნება, მე ეჭვ არ ვიპარება რომ ყველანი ვიქნებით ძალიან კატეგორიული, იმიტომ რომ ქვეყანა კარგავს ერთ წელს. ყველა ადამიანს, ვინ ჩვენგან ამ ერთი თვის განმავლობაში თუ თქვენახევარით რაც გავიდა, ელოდებოდა აქტივობას, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ კაცური, ადამიანური შეთანხმება, რომელიც ქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შევასრულეთ. პარლამენტმა ჩვენ და 1,5 მილიონ ადამიანს და მისმა ერთმა კომიტეტმა უღალატა, ჩვენ გრჩება სრული უფლება კოალიციის შეხვედრაზე ძალიან სერიოზული საუბრის და განხილვის შემდგომ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჭირდება საქართველოს. მე არ ვიცი წინასწარ ეს როგორი იქნება, მაგრამ მე ვიცი როგორი წინააღმდება მექნება იქ, ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანმა, ეს იქნება მართლა ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი, მით უფრო რომ აშკარა დღეს საქართველოში დესტრუქციული ძალები გააქტიურდნენ. სახალხო პარტიის აქტივობა არ არის ევროპის სახალხო პარტიის აქტივობა. ეს არის ნიშანი იმისა, რას ფიქრობენ, რას აპირებენ და როგორ მოქმედებენ ქვეყანაში ის ძალები, რომლებსაც დაღუპვამდე, დანგრევამდე, განადგურებამდე მიიყვანეს ქვეყანა. ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგი იმ ხელმოწერით დადასტურდა, ჩვენ ერთგული ვართ მისი და ყველა ვინც ხელი მოაწერა, ან მომავალში აპირებს, ან იგივე განწყობა აქვს, მან უნდა იცოდეს, რომ კოალიცია ერთსრულოვნების სახით მათ ყავთ მეგობარი და ძალიან ბევრი მხარდამჭერი მომავალში და ამას ჩვენ დავადასტურებთ იმ შეხვედრაზე, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში გვექნება კოალიციის მთლიანი 150 იმ ორგანიზაციის დამფუძნებლის შეხვედრაზე, რომელიც ამ დღეებში გაიმართება. დიდი მადლობა, რაც ეს მინდოდა რომ მეთქვა.
დიდ მარხვის დაწყება მიულოცო. ყველას გისურვოთ ჩვენს გულებში დავიმარხოთ უფალ იესო ქრისტეს და სამშობლოს სიყვარული. რაც ბატონებმა აქ გამოსulis დროს მოგახსენეს, ნაკლებად გავს სამშობლოს სიყვარულს. მე შეიძლება ძალიან მკაცრი ვარ ხანდახან გამოთქმებში, მაგრამ აუს თუ ავი არ ვუწოდეთ კარგს სახელად რა დავარქვათ. ძალიან ვარ შეშფოთებული იმით, რომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა სადღაც როგორც ახლა მიჩვეული ვარ ტერმინებს, ბატონებო, დაიბლოკა. და ეს არასხამს ქართულ წისქვილზე წყალს და მოგეხსენებათ და არც ერს, არც დერს, არც მორწმუნე საზოგადოებას თუ საქართველოს მოსახლეობას ეროვნებით ქართველს თუ არაქართველს არ წაადგება. ნამდვილად არ წაადგება. ხანდახან ხუმრობთ ხოლმე ბატონო თემურ, ადრე იყვნენ აგიტატორები და ახლა არიან კოჰაბიტატორები. და კოჰაბიტაცია რას ნიშნავს? ქვეყნის დაქცევას? ადრე ბატონმა ვადაგასულმა პრეზიდენტმა მოგცა განმარტება კოჰაბიტაციის მახსოვს ტელევიზიით, მაგრამ რაც იმან თქვა, ის საერთოდ არ ჩანს და არ ისმის დღევანდელი გამოსვლიდან. მე მოკლედ ვიტყვი ძალიან, რომ მიმდინარეობს ბატონი საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ ახალქალაქიდან ბატონი ჰამლეტ მოვსესიანი და მათ აქვთ თითქოს პარლამენტში უნდათ შეიტანონ საკითხი ევროსაბჭოს ქარტიის დამკვიდრებისა საქართველოში და რეგიონალური ენის სტატუსის შესახებ. და განმარტავს იქვე, რომ აქ საუბარი არ გვაქვს რომელიმე ერთ-ერთი ენაზე, ანუ თქვა იმ შემთხვევაში სომხურ ენაზე. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის რომელ ენაზე იქნება საუბარი? თუნდაც მეგრულ ან სვანურ ენაზე იყოს საუბარი. საქართველო არის არც ისე დიდი ქვეყანა, ერთი ბეწო პატარა ქვეყანა და შესანიშნავ ძველ უძველეს ენაზე, ქართულ ენაზე მიმდინარეობს ჩვენთან სამართალ წარმოება. სავსებით საკმარისია. მაინტერესებს რას იზამს ამ დროს ბატონი ვახტანგ ხმალაძე, როდესაც ეს ინიციატივა შევა საკანონმდებლო ორგანოში დასამტკიცებლად. და მეორე, როდესაც ახლა გულმოდგინებით და გულდათუთქვით ვიცავთ ბატონო ვახტანგ მიხეილ სააკაშვილის როგორც პრეზიდენტის უფლება მოსილებას და ვაცხადებთ, რომ ის ჩვენი პრეზიდენტია, ჩემი არა, მეთქმა დამიფაროს, თქვენი პრეზიდენტია, მიჩუქნია. თქვენი პრეზიდენტია ოქტომბრამდე და ეს არის თქვენი პირადი მოსაზრება. ძალიან მაინტერესებს მიხეილ სააკაშვილი შეგიყვარდათ თუ საერთოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი გიყვართ. თუ ეს ასია, სად ვიყავით მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდიაზე ვებრძოდით სულ ყველა. რატომ მაშინ არ გამობრძანდით ასე გულმოდგინებით პრეზიდენტის დასაცავად? აქ პიროვნებას არ ვეხევი არც ერთს. აი ეს საკითხებია საინტერესო და ერთი პატარა სტროფით დავასრულებ ბატონებო. ღმერთო ნუმიზამ დადიოდეს ძარღვში ბალღამი, ყელგამოჭრილი ვარ ხარივით ჩემს სისხლს დაუბღავი, დაჩეხილ ტანზე ვეფხის ტყავი მეცვა ოდესღაც, დიდ გორს და შამქორს და ბასიანს ქარი გოდებს ღა, საჭიროა და აი ამ წუთს ჯვარზე ვინავა, ფურთხის ღირსი ვარ, ხოლოდ ფურთხის აი ვინა ვარ, 12 სვეტიც წაგვექცევა, ვეღარა შევქმნით, კაცნი კი არა, დედაკაცის ყოფილ ვართ ნეკნი. მადლობთ. Elime alıyorum.